მეორე ტურში ანუ გამოცდები ხო გამოვაცხადეთ კონკურსი ჩვენ. Გამოვაცხადეთ კონკურსი მოსამართლეთან. ანუ შემოიტანა რამდენმა კანდიდატმა შემოიტანა რამდენი გადავიყოთ მეორე ტურში, მოდი პირველ რიგში ამ საკითხზე გვიმჯელათ ხო. თანახმა ხო ვართ ყველანი. სკოლის ხალხი კი არა. კონკურსი ხო გამოვაცხადეთ კონკურსი. ფორმალური ეტაპი ვინ გადალახა იმაზე ვჯეროთ. ანუ ხოდა სამჯერ იქნება და მოდი თავდა გითხარი რა ეს რა. დიახ. კი ბატონო, მე წარმოგიდგენთ ხა ფორმალურ მხარეს რაც შეეხება ყველა წარმოადგინა ყველა ის დოკუმენტი რაც იყო კანონით დადგენილი. ამასთან ერთადერთი საკითხი ჩვენ რაც ასე ვთქვათ ჩვენით ვერ გადავწყვიტეთ, მაგრამ ყველა აგერ წარმოგიდგენთ თქვენ ერთადერთი საკითხი იყო 7 წლიანი ვადა. საიდან უნდა ასულიყო რეზერვში ჩარიცხვიდან თუ მოსამართლის თანამდებობიდან გათავისუფლებიდან აგვეთვალა ეს. დიახ, წინაზე ჩვენ ზოგადად არა, ისიც როგორ იყო წინაზე ჩვენ არ დაუშვით ასეთი კანდიდატები, მაგრამ შემდგომ როდესაც იქნა შეტანილი რეგლამენტში, რომ ერთი წევრი მაინც თუ დაასახელებდა, ამ საფუძვლით გადავიდა და არა ვთქვათ იმ საფუძვლით, რომ ეს უგულვებია. დიახ. კი ბატონო. ამიტომ მეც მაგას ვეთანხმები, რომ არა, ის შეწყდა ისდავა. იმიტომ რომ ჩვენ ახან იმას ვქენით, ისდავა, იმიტომ შეწყდა რომ ჩვენ ახან გადავიყვანეთ მეორე ტურში აზრი დაკარგა. ამიტომ მე მაქვს ეხა ეს წინადადება რომ რეალურად რადგანაც პირველად გავაკეთეთ და ეს ხალხი გადავიყვანეთ მეორე ტურში და სხვა შეფერხება არც ერთ კანდიდატს არ აქვს, ერთად უყაროთ კეჭი და ყველანი გადავიყვანოთ ვინ შემოიტანა საბუთები მეორე ტურში. აბა რა ვქნათ ეხა ხართ თანახმა? ლაპარაკოთ არ გინდა მაგის სალაპარაკოთ არ გინდა მაგი იმას და მოდ ერთი რაღაც საკითხი არის კიდევ რა. ესე იგი, ანუ იმაზე ვთანხმდებით რომ რეზერვში ჩაერიცხათ თუ რაღაცა ვიძახით რომ გადავიყვანოთ მეორე ტურში. ეხლა რა ხდება? რამოდენიმე კაცი კანდიდატი არის ეხლადელი სკოლა დამთავრებული. წესით კანონში ესეთი რაღაცა არის რომ რეალურად სკოლა დამთავრებულს არ ჭირდება ისე ავტომატურად ღებულობს პირველად კონკურსში მონაწილეობას. ანუ კონკურსიც არ ჭირდება, მაგას რა უნდა კეჭი უნდა უყაროთ კონკურსის გარეშე, მაგრამ მაინც შემოტანილი აქვს ამბაკ საბუთები. რეალურად მაინც მე მგონი უნდა მოვიყვანოთ ესენი და რეალურად გასაუბრებაში არ ვიცი ხა მაინც მოხდებიან ალბათ თუ როგორ იქნება და რეალურად მაინც უნდა უყაროთ მაგათ კეჭი ნებისმიერ შემთხვევაში. მიუხედავად იმისა რომ ესე იგი კანონში წერა სკოლას რომ დაამთავრებენ საბჭო მაინც უნდა იმას მაინც ამ კონკურსში მოვაქციოთ რეალურად საბუთები შემოტანილი აქვს. და რეალურად ესენიც გადავიყვანოთ მაშინ რეალურად და გამოვიძახოთ გასაუბრებაზე. ხო, აბა როგორ იქნება? ხო და შემოტანილია ყველა საბუთები. ჩვენ ჩავიწყო. არავინ არ არის რა. რო დავიწყებ გახილოს ყველაფერი გედებათ ფივაზე. კი ბატონო, ისე წერილი სახით დეტალური განმასა წარმოადგინეთ. პრობლემა არ არის. ბარო არ არის პრობლემა, რა ვიცი, რა პრობლემა იქნება, მოვიყვანოთ. ანუ ეხა კეჭი უნდა უყაროთ რომ ვისაც აქვს შემოტანილი საბუთები ხა სარცაკე ხო არ უყურით ერთიანად ანუ თელ იმას რამდენი კაცი არის საბუთები თამნა რამდენი ეს აქვს შემოტანილი საბუთი 79 ანუ ყველა უნდა გადავიყვანოთ მეორე ტურში და დავიწყოთ მაგაზე უკვე მოკვლევები ისა რა ქვია ქალბატონოევა თამნა ერთ წამით რა ანუ ამაზე რომ გადავიყვოთ ეხა მეორე ტურში და დავიწყოთ ჩვენ მოკვლევების საბუთები რაც გვაქვს დადგენილი წესები ხო ჩვენ უკვე რა ერთიანი ვადა. ანუ ეხა მივიღოთ მაშინ გადაწყვეტილება და დღეიდან, ხვალიდან გავაგზავნოთ ისინი, ბეჟო ისინი, რაც გვაქვს მიღებული ჩვენ კრიტერიუმები, გამოკითხვები, როგორ ხასიათდება და ასე შემდეგ. ხო, ამიტომ 79 კაცზე გადავიყვანოთ და დავიწყოთ უკვე, ხო? ხო, უყაროთ კენჭი.
ჩვენ გასაუბრებას რომ დავიწყებთ იმისათვის რომ უფრო კარგად შევძლოთ ასე ვთქვათ დამუშავება კანდიდატების, კარგი იქნება თუ დავაჯგუფებთ და მოქმედ მოსამართლეებს გავესაუბრებით პირობითად ჯერ ერთად, მერე კანდიდატებს გავესაუბრებით, მერე ყოფილ მოსამართლეებს. სიაზე, ანუ ამ ასე რომ ჩამოვაყალიბოთ სია, იმიტომ რომ გაფანტულად როა უფრო იმაშებით, რა ქვია, უფრო დავახარისხოთ და ესე ახლედიანის სადაც იძახის რომ ესე იგი სკოლის იუსტიციის უმაღლესი სკოლის დამოუკიდებლობის საბჭოს ხომის ოქმის შედეგად შეთანხმდნენ რომ მოსამართლედ იუსტიციის უმაღლეს სკოლაში მისაღები იუსტიციის სპეციალისტთა საერთო რაოდენობა გადისაზღვროს არა უმეტეს 15 ერთეულით. აქედან კიდევ არის ის რომ ერთი მსმენელი რომელმაც ვერ ჩააბარა გამოცდა დაემატება და სულ იქნება 16 მსმენელიო. ეხლა მე მაქვს ესეთი წინადადება. ჩაიჭრა გამოცდაში. კი, იგივე იმას ჯგუფში იმაშვება. რა ვიცი, ყოველ შემთხვევაში ბორდი, ხო, ერთ შანსს მისცემს. ეხლა მე მაქვს ხო. ეხლა მე მაქვს ესეთი წინადადება მაქვს. ჩვენ ეხლა რა თქმა უნდა ვიწყებთ ამ კონკურსს გასაუბრებებს, გვექნება ის შემოწმებები, რა ქვია, იმ სამწლიანი გამოსაცემი ვადის და შესაბამისად ჩვენ სკოლის კანდიდატურებს ალბათ ვერ გავესაუბრებთ. ამიტომ მე მაქვს ესეთი წინადადება რომ აი მაგალითად ესე გავაკეთოთ რომ თქვა საბუთების მიღება რომ ჩვენ გამოვაცხადოთ დაუშვათ დეკემბრის რიცხვში და როგორც შევით ყველაფერს თქვა კონკურსიც რომ ჩატარდება და გვეცოდინება დაახლოებით რამდენი არის თავისუფალი ადგილი ამ კონკურსის მოსამართლეების დადიშვის შედეგად ან და კიდევ რომ დავავთავრეთ იმ მოსამართლეების შეფასებას რომელიც არის სამწლიანი გამოსაცემი ვადით, ეს რაღაც გადაიწევს ალბათ მე გასაუბრებები იანვრის მეორე ნახევარში და ბოლოდან და შეიძლება თებერვალში. ამიტომ მე მაქვს ესეთი წინადადება, რომ საბუთების მიღება გამოვაცხადოთ დეკემბრიდან და შემდგომ გასაუბრება დავიწყოთ მაგის შემდეგ, როდესაც ესე იგი დავამთავრებთ ესე იგი კონკურსს და დავამთავრებთ იმ სამწლიანი გამოსაცემი ვადით, ვინც არის შეფასებას. აი ესეთი წინადადება მაქვს და კონკურსი გამოვაცხადოთ და საბუთების მიღება დავიწყოთ დეკემბრის რიცხვში. ერთი წინადადება მაქვს ამაზე. ერთი წინადადება მაქვს. ესა გოჩა ერთი წინადადება მაქვს. ეხლა ჩვენ რადგან გვაქვს ძალიან სერიოზული სამუშაო, ჯერ ერთი მოსამართლეების კონკურსი გვაქვს გამოცხადებული და ეს უნდა ჩავათავოთ. მეორე შეფასება, რომელსაც პირველად ვაკეთებთ და ძალიან საიტნოტში ვართ ამ საკითხში. ეხლავე რომ გამოვაცხადოთ მაგალითად ეს კონკურსიც, ფაქტიურად ჩვენ საიტნოტში შეიძლება აღმოჩნდეთ და გავიჭედოთ ამ მუშაობაში შემდეგ, იმიტომ რომ სამი უმნიშვნელოვანესი რაღაცა გვაქვს გასაკეთებელი. ამიტომ ჩემი აზრია რომ ჩვენ რო არ შევიბოჭოთ ამ ვადებით, რომ არ ავიღოთ დამატებითი ვალდებულებები, ჯობია რომ დავიწყოთ ამ შეფასებების განხორციელება, დავიწყოთ გასაუბრებები და დეკემბერში როგორც შევამჩნევთ რომ ვასწრებთ ამ საქმეების ასე ვთქვათ დამთავრებას, მაშინ მივიღოთ გადაწყვეტილება კონკურსის გამოცხადებაზე. იმიტომ რომ ჩვენ რო კონკურსი გამოვაცხადოთ და მე ფაქტიურად ხელი შეგვეშალოს გასაუბრებებზე, ვეღარ მოვახდინოთ ამ ასე ვთქვათ მოსამართლეების კანდიდატების იმათი გასაუბრება, იმათი შემოწმება თან ვიცით რომ ეს დეკემბერი და იანვარი როგორი თვეებია, ხო? ჩავარდებით უხერხულ მდგომარეობაში. ამიტომ რადგან ჩვენს ხელთ არის ეს ინსტრუმენტი, მოდი ნუ ვიჩქარეთ ამ კონკურსის გამოცხადებას, დავიწყოთ ეს პროცედურები, ჯერ კენჭისყრა გავაკეთოთ ამ უფლებამოსილებების ამ სამწლიანი ვადის მონიტორინგზე. დავიწყოთ გასაუბრებები და დეკემბერი გვიჩვენებს თვითონ ჩვენ რა ტემპებით მივდივართ და აი დეკემბერში მივიღოთ გადაწყვეტილება რომ კონკურსი გამოვაცხადოთ, ხო? საბუთების მიღება რას გვიშლის მე? მე რას ვიძახი რომ საბუთების მიღება რომ დაიწყება, პირველ რიგში ავუწუროთ ეს კონკურსის საკითხები და ამასთან ერთად ამოვწუროთ ის სამწლიანი გამოსაცემი ვადით ვინც არის დანიშნული და რეალურად მე ვფიქრობ თებერვალამდე მაინც ვერ დავიწყოთ გასაუბრებას. მომისმენე ლევან ხელს რაში გვიშლის? უკვე როგორც კი ჩვენ კონკურსს გამოვაცხადებთ და საბუთების მიღებას დავიწყებთ, ჩვენ უკვე გვაქვს ვალდებულება კანდიდატებთან. მათ თუ გაუჭიანეთ მე ეს კონკურსი და ჩვენ გავიჭედეთ ამ საქმეებში, გარკვეულ ვალდებულებაში ვართ, რომ გამოვაცხადეთ კონკურსი გასაუბრებებს და ვიჭიანურდება თვითონ მათი ასე ვთქვათ კონკურსის პროცესი. ამიტომ არის რომ ცოტა უხერხული შეიძლება გამოვიდეთ, მეტი პრეტენზიები შეიძლება წარმოეშვათ ჩვენს მიმართ და სრულად ჯერ რომ კონკურსი არ გვაქვს გამოცხადებული, ამ შემთხვევაში პრეტენზიები ვერ წარმოეშვება და ყოველ შემთხვევაში თუ წარმოეშვება, სამართლიანი ვერ იქნება ეს პრეტენზიები. ამიტომ ვიძახი რომ ან მე არასამთავრობოებმა შეიძლება სწორი ასე ვთქვათ საყვედური გვითხრან, ანუ ჩვენი იმიჯი რომ დავიცვა და რაიმე უხერხულობაში არ ჩავარდეთ, ჯობია რაღაცა საკითხი წელში გადავტეხოთ, აი გასაუბრებამდე მაინც მივიდეთ რომ ჩვენმა მუშაობამ გვაჩვენოს რომ როგორ დავძლევთ ამას ყველაფერს და იმით გავთვალოთ, ხო? გავაკეთოთ ვახთან.
ჩვენ ესე იგი, არა, ერთ რა მაინტერესებს მეგობრებო. ჩვენ ესე იგი ერთ თვეში ნებისმიერ შემთხვევაში 29-ში დავნიშნეთ მე მგონი 3 წლიანი გამოსაცდელი ვადა. 29 დეკემბრამდე ჩვენ უკვე დასკვნა შეფასების დადებული დაგვქონდეთ კანონის თანახმად. 29-ს ვერ გადავაცილებთ, ხო? ეხლა კონკურსს რა შეეხება რა? არა მგონია მე რო თქვა იანვრის თვეს რაღაცას გადავაცილოთ, ხო? რეალურად ერთი თვე დაგვჭირდება საბუთების მოგროვება, მე გასაუბრება დაგვჭირდება თქვა კიდე დაახლოებით 20 დღე რაღაც და იანვარს ჩვენ ალბათ ვერ გადავწდებით მოსამართლების დანიშვნას. ეხლა რას ვიძახით? საბუთები შეგვიძლია გავაკეთოთ თქვა ჩვენ 15 დეკემბრიდან 15 ანუ 20 დეკემბრიდან 20 იანვრის ჩათვლით. ანუ ესე რაღაცა და მე თქვა მარტში ან რაღაცა თებერვლის ბოლოს ან მარტში რაღაცა შეიძლება დავიწყოთ გასაუბრებები. ლევან, ამას უყურე ჩემი აზრი რა არის გეთახმე მაგაში და მაშინ 15 დეკემბრიდან თუ უნდა გამოვაცხადო 15 დეკემბრამდე ხომ აქ პერიოდი და მაშინ 10 დეკემბერს გამოვაცხადოთ კონკურსი 15-დან, მაგრამ ეხლავენ უკი გამოვაცხადეთ დღეს. მივიდეთ 10 დეკემბრამდე, რომ 10 დეკემბერი გვიჩვენებს ჩვენ რომ 15-დან ვახერხებთ ამას, 20-დან ვახერხებთ თუ 15-დან მოხერხდება, 10-ში მივიღოთ ეს გადაწყვეტილება. წინას არა, მივიღოთ ეს გადაწყვეტილება ახლა ნოემბერში რომ ერთი თვით ადრე რომ იქიდან გამოცხადდესო, აზრს მოკლებულია, იმიტომ რომ იქ რომ მივალ იმ დეკემბრის თვეში, დეკემბრის თვე დამანახებს თვითონ რომ რა მე მეორე საკითხია ლევან. ხო, 10 დეკემბერს ჩავნიშნოთ და ასე ვქნათ, 10 დეკემბერს ვიმსჯელოთ ამ კონკურსის გამოცხადებაზე. არა, 10 დეკემბერს ჩავნიშნოთ ლევან 15 დეკემბრიდან რომ გამოვაცხადოთ კონკურსი და 10 დეკემბერი თვითონ გვეწყვის როგორ ვიქნები დატვირთული. ეხლა მე რა მინდა, რას მინდა, იცი ყურადღება მივაქციოთ რომ ნუ დაგვავიწყდება რომ ჩვენ შეიძლება გასული მთელი დეკემბერი სოციალი დაგვჭირდეს აქეთ-იქით. სტომებს უნდა დავესწროთ, იმ მონიტორინგის შეფასებაში წერია რომ სტომებზე უნდა დავესწროთ. ამიტომ ამ პროცესმა, სამწლიანი შეფასების პროცესმა ეს რო სრულყოფილად და კარგად გავაკეთო, შეიძლება შემიფერხოს კიდევაც მოსამართლეების კონკურსი. გესმის რა შეია საქმე? ვერც მოახერხო მოსამართლეების კონკურსზე ისეთი ინტენსიური გასაუბრებები. ამიტომ ეხლა თუ კიდე კონკურსი გამოვაცხადა და დამემატა, არა, ის საერთოდ აგუბურდავს, ხო? დროში კი არა, ისა. გიორგი, საქმე რაშია, იცი? არა, გიორგი, შენ უნდა შეაფასო 3 კანდიდატი. მომისმინე, მე უნდა შევაფასო 10 კანდიდატი. ამავდროულად ჩვენ უნდა გავესაუბროთ იმ მოსამართლე კონკურსს. რატო ვერ ხო და ეს ამიტომ ამბობ რომ ხო და მომისმინე გიორგი, ამიტომ ამბობ რომ წლის ბოლომდე რომ ვერ გადავწდებით ამ ვადას, არა? შესაბამისად ამ წლის ბოლომდე რომ გადავწდებით ამ ვადას, ამ შეფასებებმა შეიძლება დამიბრკოლოს კანდიდატებთან მოსამართლეების გამოცხადებული კონკურსი რომ აქვს, მაგათთან ინტენსიური გასაუბრება. შეიძლება ვერ მოახერხო და წამდაუწურ მომიდეს ვიდრომელი კანდიდატები შემხდება, მე რა ვიცი, შეიძლება ბათუმში და იმაში მომიწევს სიარულმა და ვერ ვიყო აქ გასაუბრებაზე. ამიტომ შეიძლება ის კანდიდატების შესარჩევი კონკურსი გამიჭიანურდეს. მაგიტომ ამბობ რომ ეხლავე ნუ შევიზღუდავთ თავს რომ ეხლავე მესამე კონკურსი ავიკიდო პასუხისგებლობად. დეკემბერის 10 დაგვანახოთ ჩვენ როგორ დავძლევთ იმ საპასუხისგებლო ამოცანას რომელიც გვაკისრია. ამიტომ მივიღოთ დეკემბრის 10-ში ეს გადაწყვეტილება. აი მაშინ ესე გავაკეთე. ბევრს არ ვიტყვი, უბრალოდ თუ იმის დეკლარირება გვინდა ჩვენ რომ მოემზადოს ხალხი სკოლის კონკურსისთვის, პრინციპში ხა ინტერნეტი ჩართული არის უკვე და ეს ხმა აქედან გავა და კონკურსისთვის მომზადებას დაიწყებენ. ორივე ვარიანტი შესაძლებელი არის, ანუ დღეს გამოვაცხადოთ თქვა და გვიან დავიწყოთ, ან თავის დაიწყებენ. ორივე ვარიანტი შესაძლებელი არის, ანუ დღეს გამოვაცხადოთ თქვა და გვიან დავიწყოთ, ან თავის დროზე გამოვაცხადოთ. პრინციპში მე უფრო ახოს ვემხრობი იმ კუთხით, რომ გამოვაცხადოთ მაშინ როცა ამისი რეალური საშუალება გვექნება, მაგრამ თუ კიდე დღეს გავაკეთოთ დეკლარირება იმის, რომ თუ ვინმე სურს სკოლაში შემოსვლა და სკოლაში ესე ვთქვათ, დეკემბრის შუა რიცხვებიდან კონკურსი გამოცხადდება. სავარაუდოდ დეკემბრის შუა რიცხვებიდან კონკურსი გამოცხადდება. ეს ახლა მოსამართლეების გაიგებენ ამას, თანაშემწეების უყურ არა, ვისა, არის არა. მე სიმართლე გითხრა, პრობლემა არ არის ხა. თუ ჩვენი კოლეგების ის არის, თორე მე ახლა თქვა, დღეს გამოვაცხადეთ და 10-დან დავიწყეთ საბუთის მიღებას, თუ 10-ში გამოვაცხადეთ და 11-დან დავიწყეთ საბუთის მიღებას, აი აბსოლუტურად გასხოვს შეხედება. თუ ისა რა ქვია, არაფერი პრობლემა არ არის მე. მაგაში ის არის რაც იყო წინაზე, ხო? ახალს არაფერს არ ვცვლით ჩვენ.
ჩემ აზრს ვამბობ, მაგრამ ეხლა თუ ის საბუთების მიღება ეხლა ჩვენ დაგვაწვება, რასაც მე ვერ ხედავ პრობლემას. არ ვიცი, ჩვენ რაში უნდა დაგვაწვეს საბუთების მიღება. არა, ხო, არა, მე რასო ვიცი, ვახო, მე ერთ შემთხვევაში თუ კოლეგების აზრი იქნება, წამოვალ მაგ გადაწყვეტილებაზე, მაგრამ მე პირადად ჩემს ვამბობ, რომ ის რომ გამოვაცხადოთ და საბუთების უკვე მოთხოვნები წაუყენოთ კანდიდატს, რა საბუთები უნდა მოიტანოს და ამაზე დიდი ვადა მივცეთ, თუნდაც 10 დეკემბრის იქით მივცეთ კიდე ვადა საბუთების მოტანის პრობლემას ვერ ხედავ სიმართლე გითხრა, მაგრამ თუ გინდა გავაკეთოთ, ჩვენი პრობლემა არ არის. ჩვენი პრობლემა გამზადებული იყოს, ვახო, გამზადებული. წეგან ახსენე რა შევიზღუდები. მაგ სამი მნიშვნელოვანი საკითხი განსახორციელებელი. გამოცხადებული მაქვს მოსამართლე კონკურსი. ერთი წამით, გასაუბრება მაქვს ჩასატარებელი. შესმოწმება მაქვს, შეფასება მაქვს გასაკეთებელი და ეს უკვე კონკურსს რო გამოვაცხადებ და საბუთებს მიიღებს უკვე შენ ვალდებულება გაქვს რომ ის კონკურსი დროულად და სწრაფად ჩაატარო. იცი რა? მომისმინე არცად კანონში არ წერია, მაგრამ რატო შეუქმნა დისკომფორტი, რატო ვალაპარაკო მსმენელები, რატო ვალაპარაკო? არა, ვახტანგ, არ არის პრობლემა, ესე გავაკეთოთ. გავაკეთოთ, არ არის პრობლემა. არ არის რა პრობლემა არის. პრობლემა ვახტანგ, ესე გავაკეთოთ. ჩემთვის აი პრობლემა არ არის რაღა. დღეს თუ გამოვაცხადებით, მაინც 10 დეკემბრიდან ვფიქრობდი რომ თქვა წლის ბოლომდე და 10 დეკემბერს გამოვაცხადოთ 10 დეკემბრიდან წლის ბოლომდე. კი ბატონო, გამოვაცხადოთ უბრალოდ საბუთების მიღება ისე გავაკეთოთ, რომ საბუთების მიღება დასრულდეს იანვრამდე, 1 იანვრამდე დასრულდეს საბუთების მიღება მაინც. წინასწარ რატო ვიქნით ამას რომ 1 იანვრამდე დასრულდეს, მე რა ვიცი. ნუ დასრულდეს ამუშავება. დეკემბერს მივიღო გადაწყვეტილება და შევაფიქრე, ვერ ვასწრებ ამ საქმეს და რა გინდათ ეს პანაციაა რომ გინდა თუ არა ამ დროს უნდა არა, პანაციაა დაჯინება, ვახო, არა წინასწარ გამაგებინე რა პანაციაა რომ 1 იანვრამდე დამთავრდეს საბუთების მიღება. როცა მათ წინასწარ ორი დიდი ვალდებულება შესასრულებელი. ამ ვალდებულებების შესრულების პროცესში მივიღო გადაწყვეტილება, როგორ მექნება შესაძლებლობა. უფრო რაციონალური და პრაქტიკული არ არის კაცო. ხო, მაგრამ ვახო, რა არის იცი? შეიძლება მონიტორინგის პროცესმა მოსამართლეების კონკურსი შეგვიფერხოს. მართლა არ ვიცი. შეიძლება მონიტორინგის და კონკურსის დავამთავროთ დეკემბერში. საკითხი გადავიდა, ერთხმად ვივჯერეთ ამაზე. არა, ფაქტია, როდესაც დიდი გოლობა ეხლა მაინც ვერ ჩავატარებ. მეტი გარკვევა გაიქნება, მე და ჩავატარებ. მიღებაში. მოაქვს საბუთები და შეავები მოაწერება თავები. რა მაქვს შეიძლება ეს არა, მოლოდინია იმაში, რომ ამდენი ხანი შემოიტანეს საბუთები და ელიან და ისინი არის უცხოურ მდგომარეობაში. ბატონო, დიახ ბატონო. მე შემდეგ საკითხზე დეპარტამენტიდან მოგზანებული არის შესყიდვების სამმართველოს ხელმძღვანელი ბატონი ნიკა ქართველიშვილი და თუ რაიმე შეკითხვები გექნებათ, იგი გაგცემთ. გამარჯობათ. გამარჯობათ. დიზელის დიახ, გათხოვებისთვის. დიახ, როგორც მოგეხსენებათ,
კონსოლიდირებული ტენდერი ცხადდება საწვავის შესყიდვაზე, რომლის უფლებამოსილება აქვს შესაბამის კომისიას და ცენტრალიზებულად შემდგომ ვალდებულია ყველა შემსყიდველი დაემორჩილოს მას. გამოცხადებული ჰქონდათ ტენდერი, რომელიც არ შედგა, ეს იყო წლის დასაწყისში და შემდგომ მათ ხელახალი ტენდერი არ გამოუცხადებიათ. ერთადერთი რაც არის რეკომენდაცია დადებული შესყიდვების ელექტრონულ სისტემაში, ეს არის შემსყიდველი ორგანიზაციებისთვის, რომლის მიხედვითაც ჩვენ მივყევით ამ რეკომენდაციას, ვეცადეთ რომ შეგვესყიდა ამ რეკომენდაციის შესაბამისად, მაგრამ აი ვერანაირად ვერ შევძელით ამ რეკომენდაციის ფარგლებში ჩამოჯდარიყავით, რადგანაც შემოთავაზებები, რომელიც ჩვენ დაუგზავნეთ ყველა მსხვილ შემონტან ნავთობის შემონტან კომპანიას, არც ერთმა არ შემოგთავაზა ამ რეკომენდაციის შესაბამისი ფასი და პირობები. 5 შემონტანიდან 4-მა უარი გითხრა მიწოდებაზე ადგილზე სასამართლოებში მიტანით, მხოლოდ ვისოლი იყო თანახმა, ოღონდ ფასი შედარებით მაღალი, ვიდრე შესაძლებელი ფასი არის ამ რეკომენდაციის მიხედვით. აქედან გამომდინარე, რადგანაც ვერ შევძელით ამ რეკომენდაციის შესრულება, მივმართეთ თვითონ კომისიას, ეს ყველაფერი აუღწევთ მათ დეტალურად და უთხარით, რომ თავიანთი პოზიცია დაეფიქსირებინათ. რადგანაც ფასი ვისოლის შემოთავაზება იყო მაღალი, ხოლო მიწოდებას ის ახორციელებდა სასამართლოებში, აქედან გამომდინარე დაგვჭირდა რომ ადგილზე მიტანა, ანუ მათი ავტოგადამზიდი ცისტერნებით, ესე ვთქვათ, სატრანსპორტო საშუალებებით ჩატანა ადგილზე სასამართლოში და ჩასხმა ავზებში. ზამთრის გათბობის სისტემაში. არა, სხვებმა უარი გითხრეს. დიახ, ესე იგი მეილებით პასუხი გაგვცეს, რომ ამ ეტაპზე უარს ვაცხადებთ მომსახურების განხორციელებაზე, რომ პეტროლი, რომელიც არის თავისი ფაზიდან გატანაზე გამარჯვებული, გითხრა იგივე პოზიცია დაგვიფიქსირა, რომ მომზანით აქედან წაიღეთო, თუ გაწყობთო, რა თქმა უნდა, ეს პირობა ჩვენთვის, რა თქმა უნდა, ფაზიდან, რომელიც მარტო თბილისში და ბათუმში მდებარეობს, რა თქმა უნდა, ამას ვერ განახორციელებდით. ტენდერი, რომელიც გამოაცხადეს, არ შედგა. ტენდერის გამოცხადების პრეროგატივა უფლებამოსილება აქვს წლის დასაწყისში, მათ გამოაცხადეს წლის დასაწყისში, მაგრამ შემდგომ ხელახალი ტენდერი არ გამოუცხადებიათ. საკითხი წლის ბოლომდე არავინ. და შემდგომ აი ეს რეკომენდაცია, რომელიც სისტემაში მათ განათავსეს, რომელიც წლის ბოლომდე მოქმედებს 2014 წლის განმავლობაში, ამ რეკომენდაციის ფარგლებში შევეცადეთ ჩვენ განუხორციელებია. მაგრამ რადგანაც ვერ შევძელით მათი პოზიცია შევეკითხეთ, რომ როგორ მოიქცეთ, თანხმობა განაცხადეს, რომ თანახმოვართ იყიდოთ ვისოლისგან და ამ ყველაფრის შემდგომ მოქმედი განმავლობის სატენდერო კომისიამ, რომელიც ოილ 2014 არის მათი ოფიციალური საიტი, ეს მეილი, როდეშიც და იქიდან არის თანხმობა ელექტრონულად მიღებული. ჩვენ წერილობით გვაქვს გაგზავნილი. და აღნიშნულის შემდგომ, ერთადერთი გამოსავალი რაც არის, რომ რადგანაც ვერ შევძელით ამ რეალობიდან გამომდინარე შესყიდვა, როგორც გადაუდებელი აუცილებლობა წლის ბოლომდე ეს განახორციელოთ ვისოლისგან, როგორც ერთადერთი პოტენციური მიწოდებისგან მიმდინარე ეტაპზე. 60,000 ლიტრი იყო ეს, როდესაც ჩვენ დავიწყეთ, ეს იყო ოქტომბრის დასაწყისი პროცედურები და შესაბამისად ახლა ეს პერიოდი გავიდა. 2 ლარი და 8 თეთრი, რაც ბოლო შემოთავაზება ფასდაკლებით გაგვიწვის. შარშან როგორც წელს, ისევე შარშან და იმის წინ 3 წელი არის ცხადდება კონსოლიდირებული ტენდერი, რომელსაც ცენტრალიზებულად აცხადებს სააგენტო. ანუ ჩვენ ცალკე აღებული სხვადასხვა მიწოდებელი იყო სოკარი, შარშან და იყო პერიოდი, როდესაც ვისოლი გამსახურებოდა. მანამდე ვისოლი გამსახურებოდა, სანამ დაიწყებოდა ელექტრონული კონსოლიდირებული ტენდერები, მანამდე ტენდერის შედეგად ძირითადად ვისოლი იყო წინა წლებში გამარჯვებული.
მე მაინტერესებს რომ წინა წლებში შარშანწილი და ასე შემდეგ ყველა ეს ოპერაცია ტარდებოდა ტენდერის შედეგად, ტენდერი ცხადდებოდა, ტენდერში იმარჯვება ვისოლი კიდე რაღაცა კომპანია თქვით და აქამდე ყოველთვის ტენდერი ხორციელდებოდა. წელს გამოცხადდა წლის დასაწყისში ტენდერი და არავინ არ მიიღო მონაწილეობა ტენდერში თუ შემოიტანეს საბუთები მაგრამ. არავინ არ მიიღო, არ შედგა ეს ტენდერი. ეს არ შედგა რის გამო? არავინ არ მიიღო მონაწილეობა. განაცხადი არავინ არ შეიტანა, დიახ. და ტენდერში რა პირობები იყო, სადენტერო პირობები ეს როგორ ქონდა გამოცხადებული, რა სადენტერო პირობები ქონდა, ფასი ქონდა? ეს ჩვენ არ ქონდა გამოცხადებული, ეს აქვს ცენტრალიზებულად ყველა საქართველოს ყველა შემსრულებელი ორგანიზაციისთვის სატენდერო კომისიის საწვავზე არის სპეციალური თავრობის განკარგულებით დადგენილი. ხო. კი. საქართველოს მასშტაბით აცხადებს ერთიან ტენდერს. მესმის. დიახ. მესმის. მოდი ასე გავაკეთოთ ჩვენ რომ გადაწყვეტილება მივიღოთ, უბრალოდ მე რატო ამბობ ამას. წინა წლებში ვინაიდან აი ეს სპეციალურად ვკითხე რომ შარშანწილი იმის წინ ყველა შემთხვევაში ტენდერი ცხადდებოდა, ეს ტენდერი ხდებოდა ამ პრობლემის გადაწყვეტა და წელს ვერ მოხდა ამ ტენდერის ჩატარება. მაშინ აი ეს იმეილზე რო აქვს მოწერილი, მე ვიცი რომ იმეილი ბევრს არაფერს არ ნიშნავს. თხოვთ დავაოფიციალებინოთ ამ კომისიას, რომ ტენდერი ვერ ჩატარდა ამის გამო და რომ ამ შემთხვევაში მიზანშეწონილი იქნება, რასაც უგეთანხმება ფაქტიურად მაილში, მაგრამ მაილი დოკუმენტალური არ არის, მე მაილებს არ იღებენ საერთოდ და ეს უბრალოდ უსაფრთხოებისთვის, მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის დეპარტამენტის და ჩვენი იმიჯის უსაფრთხოებისთვის დაოფიციალებული წერილი გქონდეს, როგორ დღეს ამ დღეს შეიძლება მივიღოთ და იმწვეთ ასე ვიყაროთ კენჭი და მივიღოთ გადაწყვეტილება. მერწმუნეთ, მე ვიცი სხვა თემატიკები პარალელურად გამოგავიდნენ ჩვენთან კონსულტაციებს და ასეთი სიტყვიერი დაუშვათ ამ მაილით გაფრთხილებული და ის მერე სხვანაირად მოედავენ და ამიტომ თქვენი უსაფრთხოებისთვის, ჩვენი იმისთვის ოფიციალური მეილია, რომელსაც დარეგისტრირებულია რა თქმა უნდა და სწორედ აუცილებლად არ არის პრობლემა. იმასაკ სამართალდამცავებთან რა ხა პრობლემა და ეხვეწება ამოიღე მაილები და არ გაინტერესებს მაილი და დოკუმენტი ხელმოწერილი როა შენ ხო მაგას ვამბობ და დოკუმენტი შენ ხელში რო არის სხვა რაღაცაა მაგი ხელმოწერილი და თუ შეიძლება რომ ეს დოკუმენტი ავიღო და გავაკეთოთ. აი ხა ვისორი იქნა სახელგანთქმული კომპანიაა, ყოველთვის კითხავენ გაშდა. მაშინ ესე რომ იმას ვქოთ უყაროთ კეჭი და თქვა წელის წამოდგეს შემთხვევაში რომ შევაძალაში და წამოადგეს 4 დღეში და კეჭი დაყრდნილი გვექნება და სამ შემდეგ სლობა გვექნება მანამდე აღარ დაველოდებით რა. არ მაშინ ესე გავაკეთოთ რომ ჩამოვატაროთ და ხელი მოვაწეროთ შეთანხმების პროცესს რა. ერთი საკითხი მაინტერესებს. ფასი 2 თეთრი და 2 ლარი და 8 მინიასას. მათი შემოთავაზება არის ოფიციალური. და ვისურს დაველაპარაკეთ, შეიძლება ცოტა უფრო იაფად მოძდეს. ვისულის შემოთავაზება არის სწორედ ოფიციალური წერილებით აღმართული და მათგან არის შემოთავაზება. რა სამომავლო. დიახ. აცილებით უფრო იაფი ღირს ამ რამდენ ტონას ყიდულობ? 60 ტონა. დიახ. ასე რა მოლა. ეს ევროდიზელზე არის საუბარი. ხო და ოპტომ თუ ბევრს თუ იღებ ამ შემთხვევაში აცილებით უფრო იაფი ღირს დიზელი, ლარი და 60, ლარი და 80 შეიძლება ილაპარაკო. თუ შეიძლება ერთ სიტყვა. როგორ? ადგილზე მიიღდი. ბოდიშხტი თუ შეიძლება როდესაც თხოვეთ ჩვენ ეს წერილობით მივწერეთ და ანუ ეს კომისია შედგება სხვადასხვა სამინისტროს წარმომადგენლებისგან ანუ ვინც ატარებს ამ კონსოლიდირებულ ტენდერს აწვავზე და მათგან ოფიციალური მეილი შარშანაც ესე იყო ოფიციალურ მეილზე გვაძლევენ თანხმობას ანუ წერილობით ისე რომ ცალკე ორგანიზაციებს მიმართონ ეს პრაქტიკა არ აქვს ოფიციალურ მეილზე ხდება მიწერ მოწერა რომელიც არის კანონით განსაზღვრული
შარშან ტენდერი იყო ბატონ ლევან და სოგარი იყო გამარჯვებული, იყო პერიოდი, როდესაც ანალოგიური პრობლემა იყო, რომ ის ვერ ახორციელებდა მიწოდებას და გადაუდებელი სწორედ აი ამ ოფიციალური მეილზე მოწერით განახორციელეთ შარს. Atkan ოფიციალურია, რომელიც არის კანონის განსაზღვრება. ჩვენი არა ეს გამოგზავნილი ვისაც გამოგზავნეს თავი და გიძე კარგი ოილ საწვავე თვითონ კონსოლიდირებული ტენდერის სატენდერო კომისიის ბოდი ბოდი დავაკეთოთ ეს ხაზე მივცეთ თუ არა ამის უფლება რა ვინ არის თანახმად რა მე თანახმად რამდენი კაცი ვართ 7 არის აწიეთ ხელი ყველამ რა всё მაშინ მიღებულია წინაზე კაი თავისუფალი წინაზე კიდე გვაქვს რამე საკითხი თქვენთან დაკავშირებით არა დიდი მადლობა გააცნობთ всё მიღებული და დავამტკიცეთ მოსამართლეობის კანდიდატების სია და გვაგვიცით ვინ იქნებიან ისინი. მე გთავაზობთ შევხვდეთ ამ კანდიდატებს ყველანი ერთად, რომელიმე დიდ დარბაზში და რახან ჩვენ მივიღეთ ახალი კრიტერიუმები, ახალი პროცედურა, რაღაცა მოვალეობები არის, რაღაც საკუთრებით ექსპერტი კომუნიკაციების შეზღუდვა და რაღაცა ისევე როგორც ჩვენ ავიღეთ ჩვენ თავზე გარკვეული ვალდებულებები იმაშინე უნდა შევხვდეთ და განვმარტოთ მათ ამ შეზღუდვების არსი თავისუფლი უწარო განვმარტოთ ჩვენი ვალდებულებებით რაში რით გამოიხატება და ზოგადად ვესაუბროთ მათ და შევქვნათ დავპირდეთ რომ ყველაფერი იქნება კანონიერად და სამართლიანად რომ მათ გქონდეთ გარკვეული რწმენა ეს რაღაც სიახლეები რა დაწყება კი არ გამოუცხადოთ აუხსნათ ის სიახლეები რომელიც იქნა მიღებული ამ პროცედურებთან დაკავშირებით ხო სამართლიანი კი არა უბრალოდ აუცილებელია რომ უთხრათ რომ აქამდე ხო ხდებოდა ამგვარად აწი ხდება ესე მათ შორის თქვენი კონკურსი მოხდება აი ამ წესების შესაბამისად
რომ ახალი წესები ითვალისწინებს თქვენს გარკვეულ ვალდებულებებს, რომ თქვენ გეკრძალებათ ეს ხოთ მოერიდოთ ამას და ასეთი რაღაც განმარტებითი საუბარი უნდა მე ვფიქრობ ჩავატარო. არ არის მაგის პრობლემა საბატონოა. სული ამბავი შეიძლება ამ კვირაშივე გავაკეთოთ, რადგან მერე და მერე სხვა ღონისძიებები იგეგმება, რომელიმე დიდ დარბაზში, არ ვიცი, რამდენი კაცია. ეხლა საბჭოში აქ ჩვენ და ვერ დავწევთ და რა დავაზი. არა, არ მინდა თეატრი, კაცო, იუსტიციის სახლში ან სადღაც. იუსტიციის სახლი კი არა, მოსამართლის სახლი, აქ იუსტიციის სკოლაში. ხო, იქ ხო არის რაღაც დარბაზია რა. ხო, აი სადაც დავეტევით 100 კაცი, მე მგონი საკმარისია და 1 საათიანი შეხვედრას თუ ჩავატარებთ, ვფიქრობ იქნება კაცი. დარეგისტრირებულ დიახ. დიახ. როგორ? ხო, ვიცი, იქ არის, ხო. ხო და მე გთხოვთ რომ იქნება ამ კვირაშივე და დავგეგმოთ ეს ამბავი, ნუ არ გადავდებს და იმიტომ რომ მერე და მერე 21-22-ში სხვა ღონისძიებებია, 25 ხალხო ესეთი წიაღანდება მექნება თუ იქნება გამოსავალი ეს თამუნდან გაუგზავნოს რომ გადასული არიან მეორე ტურში ამასთან გაცნობებს ჩვენს ახალ რეგულაციებს და გაუგზავნოს იმეილით და ვისაც სურვილი გაქვს რომ რაღაც გაესაუბროთ მომძალით დამანდან დღეს ისა რა ქვია, ესე იგი მოსამართლე ლილით ყემალაძის წერილის განხილვა.
საუბარი არის იმაზე, რომ გაცნობებთ, რომ 2014 წლის 27 აგვისტოდან ვიყოფებით დეკრეტულ შებულებაში და სექტემბრის თვეში გაიცა მოსამართლეზე დანამატი, რაც არ მიმიღია, გთხოვთ განიხილოთ ჩემი განცხადება, აი ამასთან დაკავშირებით. მაგაზე კახალ ყიფიანთან დაკავშირებით რომ მივიღეთ გადაწყვეტილება, თქვით რომ ხო არა, მაშინ თქვით, კი, ეს დეკრეტია და დეკრეტზე თქვით, რომ დეკრეტში ვერ აიღებს, მაგრამ უყურეთ ეს დანამატი სიღებს მოსამართლე წინა 3 თვის ნამუშევრის, ასე ვთქვათ, დანამატი, ანუ წინა პერიოდში რო იმუშავა ის დანამატია და შეიძლება ჩაგეთო. კი. ანუ მე ადრე დამაინტერესა ამ საკითხმა და დეპარტამენტთან შესაბამის თანამშრომელთან ვისაუბრე. ანუ ეს არის დანამატი თანამდებობრივ სარგოზე. თუ ადამიანი იღებს თანამდებობრივ სარგოს, მას რა თქმა უნდა ეკუთვნის დანამატი 3 თვეში ერთხელ. ნუ დეპარტამენტის ლოგიკას ვამბობ ეხა მე და მე ვიტყვი მე რა მიმაჩნია. თუ კი ადამიანი არ იღებს თანამდებობრივ სარგოს კონკრეტულ პერიოდში, მას არ ეკუთვნის 3 თვეში ერთხელ დანამატი. ესეთი რაღაცა, მაგრამ მე რამდენადაც მახსოვს ჩვენ მაშინ ვთქვით, რომ ყველა შემთხვევაში უნდა მიიღოს მოსამართლემ 3 თვეში ერთხელ 1 თვის თანამდებობრივი სარგოს ოდენობის დანამატი. მე უჭერ მხარს, რომ მიეცეს ადამიანს ყველა შემთხვევაში 3 თვეში ერთხელ დანამატი. არ აქვს მნიშვნელობა იმას დეკრეტში იყო, არ იყო დეკრეტში, იღებდა თანამდებობრივ სარგოს თუ არ იღებდა. შოთა, ამ შემთხვევაში უჭერ მხარს იმის გამო, ახლა ცოტა განსხვავებული აზრი მაქვს. ამ შემთხვევაში იმის გამო უჭერ მხარს, რომ ეს დანამატი მოუწია ამას აგვისტო, ივნისი, ივლისის მუშაობის, ანუ ივნისში, ივლისში და აგვისტოში იმუშავა და მესამე თვის დანამატი ამ 3 თვის მუშაობის დანამატი არის სექტემბერში. მაგრამ დეკრეტულში თუ ადამიანი გასული იმას დანამატს ვერ მიიღებს, რატომ? დეკრეტულში ნიშნავს, რომ ის არ მუშაობს და ისედაც იღებს ხელფასს. ანუ კანონმდებლობამ დეკრეტულში ყოფი ადამიანისთვის განსაზღვრა უკვე თავისი შეღავათი გაიგე და აქ ვეღარ მივცეთ დანამატს. ანუ ამ შემთხვევაში მე მხარს დაუჭერო ტყემალაძემ მიიღოს დანამატი. იმის გამო კი არა რომ დეკრეტულშია, დეკრეტულში თუ გასული ვერ მიიღებს დანამატს. და იმის გამო რომ ერთი წამი დავასრულო, იმის გამო რომ ეს ამ დანამატმა მოუწია იმ დროს, როდესაც ის დეკრეტულში გავიდა, შებულებაში გავიდა, მნიშვნელობა არ აქვს, მაგრამ ეს წინა პერიოდი ნამუშევარი აქვს მას, მიიღებს, მაგრამ ეხლა რომ დეკრეტულშია გასული და სექტემბერი, აგვისტო, ნოემბერი რო ვეღარ იმუშავებს, ის ხელფასს იღებს ამ დროს და არა, ისა ვახტანგ, აქ ერთი მომენტია, მე გასაგებია, მე მაგის წავდე კი არა, მაგრამ ერთი რაღაც მომენტი არის, ეს ყოველ კვარტალური დანამატი, ეს კვარტალური, იმიტომ არის რომ ჩვენ საზღვართ, ანუ საბჭო ადლებს ამას. შეიძლება მივცე 2 თვე ზედიზე და თქვა არ მივცე 6 თვე. ანუ ბიუჯეტი და გამოყოფილი გვაქვს ჩვენ 4 დანამატი, რომელიც შეიძლება მეც მოსამართლეს. ეს კვარტალურად კი არა, კვარტალურად ჩვენ გადავალაწილეთ. შეიძლება კვარტალურად კი გადავალაწილოთ, 4 თვე ზედიზე მივცე. ხო და მე რაღაცს აღარ მივცე. აი ამიტომ და საერთოდ ესეთი რაღაცა სიტუაცია არის, რომ ყველა სტრუქტურაში, რომელშიც მოვიკითხე სახელმწიფო სტრუქტურებში, დეკრეტულში რომ არის, უბრალოდ არ აძლევენ. ამიტომ აი ესე იგი არცად არ აძლევენ დეკრეტულს. გავიგე, ესეთი სიტუაცია არის რა. ხო და მე პრინციპული წინააღმდეგი კი არა ვარ რაღაც, მაგრამ დეპარტამენტი ესე ვერ გასცეს, მაშინ ჩვენ ინდივიდუალურად რაღაცა დამსახურების გამო უნდა ვთქვათ, რომ უნდა მივცეთ ამას დანამატი, მაგრამ ის ზეკვეპუნქტი ამოღებული გვაქვს. შეიძლება რა ერთი წამით რა დამსახურებული გარემოება არის ის, რომ არის ქალი და არის დეკრეტულ შვებულებაში. და კანონი არსებობს, უბრალოდ არსებობს კონვენცია საერთაშორისო მისი რა ქვია, ქალთა უფლებების დაცვის შესახებ ყველა სახის დისკრიმინაციის აღმოფხვის თაობაზე. იქ პირდაპირ არის გაწერილი ორსულობისა და აი ესეთი ტიპის შემთხვევები, დეკრეტული შვებულებები, რა უპირატესობით სარგებლობენ ქალები და რომ არ არის დაცული, იმიტომ რომ ლევან აი თვითონ როდესაც ხდება არის ორმაგი სტანდარტი და არჩევანის წინაშე ვდგებით, ჩვენ უპირატესობა უნდა მივანიჭოთ აქ. ორმაგი სტანდარტი სად არის, კაცო? შეღავათები. არა, სწორი მიმართულებით მიდიხარ. დეკრეტული უკვე შეღავათია იმ ხრივ, რომ ქალი გასულია დეკრეტულში და ყოველ თვიურ სარგოსში. გასაგებია, მაგრამ ეს დანამატი არ არის, რა ქვია, ვახტანგ გაწერილი ყოველ 3 თვეზე კანონით. ეს არის გაწერილი ჩვენი შიდა რეგულაციით. რატომ არ უნდა მიიღო? ჩვენ თუ ვარეგულირებთ 3 თვეში ერთხელ შეიძლება მიცეთ. ლოგიკას და საფუძველს, რომ დეკრეტულზე ვერ გაიწევა, მეც ვამბობ. შესაძლოა უნდა მიიღო. არა, მე იმიტომ ამეცა მე დეპარტამენტმა ამიხსნა შემდეგნაირად, რომ მე მარტში იყო ფაქტიურად პრემია განსაზღვრული და ვინაიდან მარტში დასაწყისში გავედი, შესაბამისად, ანუ 5 დღეს მქონდა ნამუშევარი და გადავიდა, ანუ მიება იმ თვეს, ანუ იმის კვარტალი. ხო. კვარტალურია
არა მე წინააღმდეგი არა ვარ უნდა მიეძეთ კაცო პირიქით ვამბობ რომ მოცილება გაქვს დაგროვილი წლებითა რომ მე შეიძლება რაღაც თეორიული რაღაცა ჩამოვაყალიბო მაგრამ შენ ერთი ცხოვრებისეული კავშირი მოიტანო რომელიც ვერ ამოხსნათ ასმაკაცმა იმიტომ რომ შენ შეხვდა ის და იცი აი რაღაცას ერთი წუთით რა ხმაურია რა რაღაც შეიძლება მოგახსენოთ ერთი წუთით ესე იგი საჯარო სამსახურის შესახებ კანონს რო ჩაუღრმავდეთ ახლა ჩვენ რა მერა ხადა დაიყვირეთ რა არის ესე იგი ჩემი აზრით აქ ამოსავალი წერტილია თუ ადამიანი ან მოსამართლე იღებს თანამდებობრივ სარგოს აი ამ სახელით იურიდიულად თუ იღებს თანხას რომელსაც თქვია თანამდებობრივი სარგო მაშინ პრობლემა არ არის მისთვის დანამატის გაცემა მაგრამ საჯარო სამსახურის შესახებ კანონში ცოტა სხვანაირად წერია კერძო დორსულობისა და მშობიარობის გამო შვებულებასთან დაკავშირებით კანონმდებლობის დადგენილი დახმარებასთან ერთად ანუ დახმარება ქვია მის მიერ შვებულების პერიოდში მისაღები შრომითი გასამრჯელო სრულ ოდენობამდე შესავსებად ეძლევა კომპენსაცია ანუ ტერმინების სხვადასხვაობა არსებობს კანონმდებლობის გათვალისწინებული დახმარება და თუ ეს დახმარება არ არის მაგალითად 4000 ლარი რასაც მოსამართლე იღებს აქ შესავსებად ეძლევა კომპენსაციაო ესეთი რაღაცა შესავსებად აქ ვამბობ ახლა მთლიანად მივიწეო ანუ თანამდებობრივი სარგოს პრობლემა გვაქვს და იქნება უფრო ჩაუღრმავდეთ შეიძლება ეხლა ცოტა საეჭო რაღაცა და ხო არ დავფიქრდეთ კიდე კარგად ესა იქ და თუ ადამიანს ეკუთვნის მივცეთ და თუ არ ეკუთვნის ის კონვენცია უკვე უზრუნველყოფილია ამ მხრივ. კარგი ისა ლევან რო დაიტვირთება მაშინ მივცეთ რო დაიტვირთება საქმეები რო დაეწერება ლევან გამოსავალი არის და იქნება დავასრულეს გამოსავალი იმავსნად აი ახლა იური ისა ერთი რაღაცა მოვიფიქროთ რა რომ კი ბატონო როგორც კი საქმეები დაეწერება ამ ადამიანს იმ აქვამპიოქტის საფუძველზე მივცეთ არა ერთი რაღაცას უნდა გავითვალისწინოთ რა ერთი რაღაცას უნდა გავითვალისწინოთ ეს არის დეპარტამენტთა მოსამართლე დეპარტამენტი თავის ინიციატივით არც ერთ შემთხვევაში არ მისცემს ამიტომ გეტყვის რომ შენ ინდივიდუალურზე მიიღე კონკრეტულ პიროვნებაზე გადაწყვეტილება და ამ ინდივიდუალურს უნდა მივაბად რაღაც პუნქტი საკითხი არის მნიშვნელოვანი. ერთი არის ის რა ინფორმაცია. არა, ხო გადაწყვეტათ ეს. ისა ერთი ბარევე და მე მოუბრუნდეთ სხვა საკითხებს თუ რამე გვაქვს რა, რომ ესე იგი ბატონ მიხეილ ბევიაშვილმა შემოიტანა განცხადება რომ დაასრულა საქმეების განხილვა და საბჭომ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება რომ დაასრულოს მან მოსამართლის საქმიანობა. ხო რა ვიცი ეს წერილი არის შემოტანილი და ეს ერთი იმასკენი. უყაროთ კენჭი რომ გავათავისუფლოთ მოსამართლის თანამდებობიდან. აუ დღის წესრიგით საკითხები ამოვწურეთ ყველაფერი დააჩენით თუ რამე გვინდა მე მინდა ერთი საკითხი. რომელი? კი. უბრუნდები მონიტორინგის თემას. საქმეების უნდა შევისწავლოთ ჩვენ ამ მოსამართლეების მიერ განხილული როგორც კანონი ითვალისწინებს ამას. მე მაინტერესებს ვინ იქნება ის სტაფი, ვინც დაგვეხმარება. ჩვენ აქ ვისაუბრეთ იმაზე, რომ დეპარტამენტი რაღაც შეიქმნა, უბრალოდ გაფართოვდა და დაერქვა სხვა სახელი, მაგრამ ვინ იქნებიან ის კონკრეტული ადამიანი, ვისაც ყველას მე მგონი ჩვენთაგან სჭირდება ერთი მიჩენილი, ასე თქვა, თანამშრომელი, რომელიც შემეძლება მე მივცე გარკვეული დავალება, შეიძლება გავაგზავნო სხდომაზე, პროცესზე დასასწრებას და ასე შემდეგ. ვინ არიან ეს ხალხი? გარდა ამისა, ის ადგილები დეპარტამენტში ხო უფრო დიდი რაოდენობით განისაზღვრება. ჩვენ
იანვრიდან იქნება ის ზედმეტი და ეხლა ჩვენ რა რესურსით უნდა გავიდეთ ფონდს? რამდენი კაცი იქნება ამ აპარატში? არა, საერთოდ აი ეს წელი დეპარტამენტი. დისციპლინური დაგახმართ ყველას, ვიც არის, კიდევ სოსო აიყვანეს, ხო მოგწონს სოსო. მომწონს. ხო, რაღაცა